ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. რა ვითარებაა საქართველოში კიბერთაღლითობის კუთხით და როგორ დაიცვან თავი მოქალაქეებმა. ამ საკითხებზე საუბრობს საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებსა და თანხებზე წვდომას თაღლითური სქემებით ცდილობენ. ინგა ქარჩავას განმარტებით, ამანათების მიღებასთან დაკავშირებით მოქალაქეებთან იგზავნება ყალბი შეტყობინებები. სწორედ ამ ახალი სქემით ცდილობენ საბანკო მონაცემების მოპოვებას. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ბოლო 1 წლის განმავლობაში გახშირდა. უკანასკნელი 1 წელიწადია ალბათ მაინც უფრო SMS-ით მოდის ეგრეთ წოდებული phishing შეტყობინებები და ჩვენ ვიცით რა არის phishing შეტყობინება. ეს არის SMS-ის სახით მოსული შეტყობინება, სადაც ჩვენთვის შესაძლოა ნაცნობი გამომგზავნი, მაგალითად ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანია, შესაძლოა ეს იყოს ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი, კომუნალურების პროვაიდერი და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სიტყვით მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი კომპანიის სახელი არის ხშირად გამოყენებული ამ შეტყობინებაში, სადაც მოუწოდებენ კონკრეტულ ბმულზე გადასვლისკენ. ეს ბმული ხშირ შემთხვევაში არის თაღლითური, ანუ ყალბ ვებგვერდზე გადაამისამართებს მომხმარებელს და იქ უკვე ითხოვენ გარკვეული პერსონალური ან ფინანსური კონფიდენციალური ინფორმაციის შეყვანას. ყველაზე ხშირად ეს არის საბანკო მონაცემები, ინტერნეტ ბანკში შესასვლელი მონაცემების შეყვანა და ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ ინტერნეტ ბანკში შესასვლელ მომხმარებლის სახელს, პაროლს და ასევე ერთჯერად კოდს, რომელსაც იღებს მომხმარებელი მაშინ, როდესაც ცდილობს საკუთარ ინტერნეტ ბანკში შესვლას. ან არის ხშირი შემთხვევები, როდესაც საბარათე მონაცემებს ითხოვენ. ეს მონაცემები თუ კი ყალბ ვებგვერდზე არის გადამისამართებული და ყალბ ვებგვერდზე არის შესული, ეს მონაცემები შეყავს, თაღლითისთვის არის ხილული და ამ მონაცემების გამოყენებით სამწუხაროდ ხდება მერე მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა. ყველაზე ხშირად აქვე უნდა ვთქვათ, რომ გავრცელებული არის საფოსტო გადაზიდვის სახელით მოსული შეტყობინებები. თქვენ მიიღეთ ამანათი და ამანათის დასადასტურებლად ან ამანათის მისაღებად აუცილებელია სასწრაფოდ გადახვიდეთ ბმულზე და შეიყვანოთ ეს მონაცემები ან დაადასტუროთ, რომ ეს ამანათი თქვენია. პირველი რაც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, თუ კი მომხმარებელს არ აქვს შეკვეთა განთავსებული, ხო? იქნება ეს ქართულ ონლაინ მაღაზიაში თუ ძალიან ხშირია და თქვენ იცით პოპულარული თქვენ ჩინეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ამანათების შეკვეთა, ხო? ამ შემთხვევაში თუ არ აქვს შეკვეთა განთავსებული, აქტიური შეკვეთა არ აქვს და არ ელოდება, უბრალოდ არ უნდა მიიღოს. მეორე, თუ კი შეკვეთა განთავსებული აქვს, ხო? იმოქმედოს მისთვის ნაცნობ სივრცეში. რას გულისხმობ? ჩვენ როდესაც შეკვეთას ვათავსებთ, სარგებლობთ კონკრეტული გადამზიდავი კომპანიის მომსახურებით, ხომ? ჩვენი მომსახურების კომპანიაში გვაქვს რეგისტრირებული ანგარიში, ჩვენ ვიცით მისი ოფიციალური ვებგვერდი, იქ გვაქვს გახსნილი ანგარიში, ვერიფიკაცია, ავტორიზაცია გვაქვს გავლილი და ასე შემდეგ. მოკლედ, ის არის ჩვენთვის ნაცნობი სამოქმედო სივრცე. როგორც ინგა ქარჩავამ განმარტა, თაღლითური სქემის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი. ამიტომ ამ მიმართულებით მეტი ყურადღებაა საჭირო. მან მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია კიდევ ერთხელ გასცა. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში არ მივყვეთ ამ მოწოდებებს კონკრეტულ ვებგვერდზე გადასვლისკენ, მონაცემების შეყვანისკენ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი მომხმარებელი მაინც ვერ მიხვდა, რომ ეს არის თაღლითური შეტყობინება და სინამდვილეში იმ კომპანიის სახელით, რომელიც არის გამოგზავნილი, ლეგიტიმური გზავნილი არ არის, რა უნდა მოიმოქმედოს. იმ წამსვე დაბლოკოს დაუკავშირდეს ფინანსური ინსტიტუტს და მოახსენოს, რომ სავარაუდოდ თაღლითურ ვებგვერდზე გაამჟღავნა ეს მონაცემები და იმ წამსვე შეცვალოს პაროლი. სავარაუდოდ მომხმარებელი ერთი და იგივე პაროლს იყენებს სხვადასხვა სივრცეში. შესაძლოა ეს იყოს ინტერნეტ ბანკში შესასვლელად, ან ელფოსტაზე შესასვლელად, ან რომელიმე სოციალური მედიის პლატფორმაზე შესასვლელად. მოკლედ, ის პაროლი, რომელიც გასცა ყალბ ვებგვერდზე, აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე უნდა შეცვალოს.